სარკის წინ ვდგავარ და ვხედავ ეტლში მჯდომარე გოგონას. ვხედავ მის მოჭიმულ კიდურებს. ვშორდები სარკეს. მივდივარ კომპიუტერთან, ვხსნი Word-ის ფაილს, ვიწყებ წერას და აქ უცბად სასწაული ხდება. ის მაკა, რომელსაც სარკეში ვხედავდი, სადღაც ქრება და მის ადგილას სხვა მაკა ჩნდება. მაკა, რომელიც თავისუფალია. მისი შესაძლებლობები უსაზღვროა. მისი გონება სავსეა ფანტაზიებით, გული კი გრძნობებით. საკითხავი ერთია, ნამდვილი მაკა რომელია? პირველი თუ მეორე? ალბათ ორივე, მაგრამ მე უფრო მეორესკენ ვიხრები. მეორეს ვცემ პატივს და მიყვარს კიდეც. ეს ის მაკა, რომელიც სამყაროზეა შეყვარებული. უყვარს ყველა და ყველაფერი. ამიტომ მე მაკა ის მგონია, რომელიც მომწონს. სხვა შესაძლებელია მარტო იმ მაკას იცნობდეს, რომელსაც მე სარკეში ვხედავ. წერა ძალიან მიყვარს. როცა ასე რომ ვთქვათ, მუზა მოდის, თავში ყველაფერი ირევა. აი მაშინ ვღიზიანდები ყველაზე მეტად. და შესაბამისად, ყველაზე ბედნიერი მაშინ ვარ, როდესაც მოთხრობას ვწერ და ვხვდები, რომ ზუსტად ის გამოდის, რაც მე ჩავიფიქრე. წერა პატარაობიდანვე მიყვარდა. თუმცა რაც კომპიუტერი შევიძინე და დამოუკიდებლად სხვისი დახმარების გარეშე შევძელი ფურცელთან ურთიერთობა, წერა ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. ვწერ მოთხრობებს, ნოველებს, ფურცელს ვუზიარებ ჩემს განცდას. ჩემი თითოეული ნოველა ჩემს ცხოვრების გარკვეულ ეტაპს მაგონებს. მე მაკა ნათელაური ვარ. 3 წლის წინ არასამეწარმეო იურიდიულ პირ ბარსაში ტრეინინგები გავიარე ტურიზმის სფეროში და ამჟამად ბარსაში ვმუშაობ, როგორც მსოფლიოში საქართველოს ტურისტული პაკეტების გამყიდველი. ასე რომ, ჩემი ცხოვრება რამდენიმე არსით არის სავსე. ახლობლების სიყვარულით, სამსახურეობრივი ვალდებულებებითა და წერლობით, რაც არასოდეს დასრულდება.